მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად დასაფასებელია საზოგადოებაში ამ ადამიანების ღვაწლი, რომელიც ყოველდღიურად უშუალოდ არიან მიმწოდებლები იმ სერვისისა, რომელიც გულისხმობს სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ძალიან ბევრი საინტერესო იდეა ითქვა, ძალიან ბევრი საინტერესო გამოწვევის შესახებ იყო საუბარი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაგვეხმარება სამომავლოდ სწორი ნაბიჯების გადადგმაში და სწორი მიმართულებით ამ პროგრამების განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იყო ეს შეხვედრა ამ თვალსაზრისით და ბუნებრივია, რომ ციკლი შეხვედრებისა მომავალშიც გაგრძელდება. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო იმერეთის რეგიონში მომუშავე ამ თანამშრომლების მიმართ, რომელთა შრომაც ერთის მხრივ რა თქმა უნდა დაფასებას მოითხოვს, მაგრამ იმავდროულად მინდა ვთქვა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მათ შორის ახლახან მომხდარი სტიქიის პერიოდში პირველები იყვნენ პოლიციელებთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. შინმოვლის მომსახურება მნიშვნელოვანი იქვე პროგრამა არის სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზრუნვის პროგრამით. ეს არის ერთ-ერთი იმ პროგრამათაგანი, რომელიც ხელს უწყობს და ემსახურება აღნიშნული საჭიროების მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებას, ოჯახურ გარემოში ზრუნვისში თავაზებას, მათი სამედიცინო, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით, მათზე მორგებული მომსახურების მოძიებას და შესაბამისად მათ განხორციელებას. ასევე მნიშვნელოვანი პრევენცია იმისთვის, რომ 24 საათიან სახელმწიფო ზრუნვაში მოხვედრის რისკი იქნეს თავიდან არიდებული და ამ ადამიანების ბიოლოგიურ ოჯახში, ბიოლოგიურ გარემოში სრულად მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გახდნენ ფუნქციურები, ან მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მათ ფუნქციონირებას. ამ პროგრამამ განსაკუთრებით გაამართლა და აქტუალურია მისი საჭიროება, ასე ვთქვათ, რეგიონებში და სოფლებში, სადაც მიგრაცია არის მაღალი, შინმოვლის საჭიროების მქონე ადამიანები მარტოდ არიან დარჩენილები. ამ დროს სახელმწიფო აფინანსებს შინმოვლის პროგრამას და კეთდება ძალიან კარგი რამე. ახალი პროგრამაა ესა და სამართლებრივი ბაზის მიმართულებითაც რაღაცები დასახვეცია და სამინისტროს ყოველთვის ჰქონდა უკავშირი ჩვენთან დავსვით ხოლმე საკითხები და გამოიდგა ნაბიჯები და აგერ დღევანდელი შეხვედრამაც დამარწმუნა, რომ ბატონი მინისტრი ძალიან დეტალურად ფლობს ბევრი ინფორმაციას, ბევრი გამოწვევის შესახებ ინფორმირებულია და ეს კიდე უფრო მეტი იმედს მაძლევს, რომ თუ რამე გამოწვევები არსებობს კიდე, გინ სამართლებრივი, გინ პრაქტიკული მიმართულებით, ყველაფერი აღმოიფხრება და აი ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამართულ მომსახურებას პროგრამებს მივიღებ.